მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და დავიწყოთ ეროვნული ვალუტის კურსით. ლარი კვლავ გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მოკლედ ამ კუთხით ლარის სტაბილურობის ნაწილს ჩვენ ვხედავთ. სტაბილური ლარი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესთვის, ისე მოსახლეობისთვის. ბუნებრივია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ითარგმნებოდეს, თუმცა არა პირდაპირ კორელაციაშია, რა თქმა უნდა, ინფლაციურ ნაწილთან და ვხედავთ ჩვენ ასევე ინფლაციის შემცირების ტენდენციას ამ წლში, თუმცა როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ცხადია ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გლობალურ турბულენციას, გლობალურ ფასებს, მიწოდების ჯაჭვების ცვლებიდან გამომდინარე, მოგეხსენოთ ფასების არასტაბილურობა გვაქვს სახეზე, სოფლიოში რაც ცხადია, გადმოცემის ეფექტით აისახება საბამისად საქართველოში არსებულ ფასებზე, არის მთელი რიგი საკუთრება მომსახურება, განსაკუთრებით თუ ჩვენ ავიღებთ ნატო პროდუქტების ნაწილს, რომელიც არის პირდაპირ გადმოცემის ეფექტის ნაწილი და გლობალური ფასები პირდაპირ გავლენას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ბუნებრივია ეს არის ერთი ნაწილი, ერთი ტენდენცია. მინარე კვირა საკმაოდ საინტერესოა, ჩვენ რამოდენიმე საინტერესო ინფორმაციას ვუყურებთ, მათ შორის ცენტრალური ბანკის მიმოხილვას და რა თქმა უნდა, ინფორმაციას პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შესახებ, ვინაიდან ჩვენ აქამდე გადაცემებში ძალიან ცლად მოვიხილებთ როგორც საინვესტიციო პოლიტიკას, ასევე ტურიზმს, ექსპორტის მაჩვენებლებს, გადმორიცხვების ნაწილს, ანუ ყველა ეს ფაქტორი ჩამოთვალე, ეს ფუნდამენტური ფაქტორები ჩამოთვალე, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას და ცხადია მნიშვნელოვანია ინფორმაცია ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ რა თქმა უნდა უახლოეს გადაცემებში შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, საკითხი, რომელიც შეეხებოდა ბიზნესის ბრუნვის და პროდუქციის გამოშვების ნაწილს, თუმცა რა თქმა უნდა, იქვე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კიდევ უფრო ცლად მიმოვიხილავდით ამ ნაწილს, სწორედ ცლად მიმოხილვის დროა ამ შემთხვევაში, შეგვიძლია რომ უფრო ცლად ვისაუბროთ ბოლო მონაცემებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და ბოლო მონაცემები გვეუბნება შემდეგ, თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც ვნახავთ სწორედ ბიზნესის ბრუნვის და პროდუქციის გამოშვების მოცულობას კიდევ უფრო ფართო ჭრილში და შევადარებთ პირველი კვარტლის მაჩვენებლებს ამ შემთხვევაში 2025 წლის 2026 წლის მაჩვენებლებს, ანუ უფრო რელევანტური შედარებისთვის და ორივე ნაწილში, ბრუნვის ნაწილში, რომელიც ზედა დიაგრამით არის აღნიშნული, ვხედავთ პირველი კვარტლის მაჩვენებლებს 2025 წლის და მის შედარებას 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებთან, ისევ როგორც პროდუქციის გამოშვების ჭრილში, აქაც ვხედავთ ფორტოხლისფერი დიაგრამით, როგორც 2025 წლის პირველი კვარტლის, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, ამ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ ზრდა გვაქვს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ აქტივობაზე, თავისთავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ხაზი გაესვას თუ რაში ითარგმნება ეს ყველაფერი, ან რა არის წყარო. დიახ, ბიზნესის მხრიდან აქტივობა, ბიზნესის ბრუნვა, ბიზნესის მხრიდან პროდუქციის გამოშვება არის ის, რომელიც ქმნის მათ შორის კლიანტში და პროდუქტს, რომელიც ქმნის მთლიანობაში ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში. და ცხადია, როდესაც ჩვენ ამ ტენდენციებზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, თუ უფრო კონკრეტულად რა მიმართულებებზეა საუბარი, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება სადაც ჩვენ ასევე შევხედავთ ვითარებას პროდუქციის გამოშვების სტრუქტურასთან დაკავშირებით, სწორედ პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით გქონდა ჩვენ წინა გადაცემაშიც საუბარი, თუმცა ის სტრუქტურა უფრო დეტალიზებულად შეგვიძლია ვნახოთ ამ შემთხვევაში ამ წელში თუ რისგან შედგება ეს ყოველივე დამამუშავებელი მრეწველობა არის, რომელიც პირველ ადგილს იკავებს ბიზნესის მხრიდან პროდუქციის გამოშვების ჭრილში, რა თქმა უნდა, ვაჭრობის ნაწილი, რომელიც საკმაოდ ფართო ნაწილია და მოიცავს ასევე სარემონტო ნაწილს ამ შემთხვევაში ავტომობილების და მოტოციკლების ჭრილში, თუმცა საბითუმო საცალო ვაჭრობა და ჯამში სარემონტო ნაწილს, რომელიც აღნიშნულია დიაგრამაზე, იკავებს სწორედ მეორე ადგილს. მშენებლობა 13.6%, რომელიც მესამე ადგილზე ამ პროცენტული მაჩვენებლით ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის მხრიდან სწორედ პროდუქციის გამოშვების ჭრილში და ვხედავთ ჩვენ სამშენებლო დეველოპერულ მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია ქვეყანაში და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებაზე, აქვე აღნიშნულია, რომ მათ შორის სამშენებლო სექტორში მოსალოდნელი ძალიან მნიშვნელოვანი
ინვესტიციები დამატებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და იქვე აღნიშნული ასევე IT სექტორი და IT სექტორ შეგვიძლია შევხედოთ ამ ნაწილში, რომელიც ასევე მესამე ადგილს იკავებს და სულ უფრო და უფრო იზრდება პროდუქციის გამოშვების ნაწილში მთლიანობაში ICT-ის ჯამში ICT-ის და IT-ის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში წვლილი ტრანსპორტი და დასაწყობება რა თქმა უნდა ასევე საკმაოდ სოლიდური ადგილს იკავებს ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბუნებრივია ვინაიდან როცა ჩვენ საუბრობთ საქართველოზე როგორც ლოჯისტიკური ცენტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური გნებავთ ჰაბის როლზე ცხადია ამ შემთხვევაში ტრანსპორტს დასაწყობებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისთავად ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის ტენდენციის აქ დაფიქსირება სხვა დანარჩენი დარგები დაახლოებით 29%-ის ჭრილში ამ შემთხვევაში წარმოდგენილი თუმცა როცა ჩვენ ამ ნაწილზე ვსაუბრობთ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს აქტივობაზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქციის ბრუნვაზე, გამოშვებაზე, ცხადია მნიშვნელოვანია თუ როგორ აისახება ეს ყოველივე დასაქმებაზე, როგორ აისახება ეს ყოველივე ასევე სექტორებზე, თუ რომელი სექტორი ყველაზე უფრო მეტად ამ შემთხვევაში შრომატევადი, ანუ სადაც უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და აქვე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ როგორია ტენდენცია დასაქმების. ჩვენ ნახეთ ბიზნეს სექტორში ხელფასების დის ტენდენცია, მაგრამ უნდა ვნახოთ პროცენტული მაჩვენებელი. შემდგომი გრაფიკა კი ამას გვეუბნება სწორედ ეს არის დასაქმებულთა რაოდენობა კვარტლების მიხედვით და რელევანტური შედარება რომ ავიღოთ ამ შემთხვევაში სწორედ დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით შეგვიძლია შევადაროთ 2025 წლის პირველი კვარტალი, 2026 წლის პირველ კვარტალს და აი ამ ზრდის ტენდენციას ჩვენ ხედავთ დამატებით ბიზნეს სექტორში, დამატებით შექმნილ სამუშაო ადგილებს, სწორედ კვარტლების ჭრილში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, ანუ დასაქმებაზე პირდაპირ აისახება ბიზნესის აქტივობა, ანუ ბიზნესის ბრუნვა, ბიზნესის პროდუქციის გამოშვება და რა თქმა უნდა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი და გამოწვევა, რომელიც ქვეყანაში ამ კუთხით დასაქმების მიმართულებით არის, რა თქმა უნდა ბიზნეს აქტივობა, ეკონომიკური ზრდა, ჯამში შეიძლება ითქვას პირდაპირ პასუხობს ამ ნაწილს. თუმცა კიდევ ერთხელ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბრობთ თქვენ ამ შემთხვევაში არ მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელზე, ანუ დასაქმებულთა რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ საუბრობთ ჩვენ ასევე შემოსავლების ნაწილზე, რომელიც ამ კუთხით ასევე სოლიდურად არის გაზრდილი. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ბიზნეს სექტორზე და რა თქმა უნდა მიმართულებები და შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, რომელიც სწორედ გვაჩვენოს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სტრუქტურას, ანუ იმ კუთხით თუ სად არიან დასაქმებულები პირველი კვარტლის მიხედვით ბიზნეს სექტორში, ანუ რომელი სექტორები არის უფრო მეტად labor შრომატევადი რა, ზუსტად მისი ქართული სიტყვის, რომელსაც ყველაზე ინტენსიური დარგები, სადაც უფრო მეტად ინტენსიურად არიან დასაქმებული ადამიანები და აქ ამ შემთხვევაში თუ შევხედავთ პირველ ადგილს სწორედ ვაჭრობის მიმართულება, ისევე როგორც ეს არემონტო ნაწილი ავტომობილებისა და მოტოციკლების, რაც თქვით, ყველაზე უფრო მეტად ამ სექტორში არიან დასაქმებული ადამიანები და შემდგომ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის ნაწილი, აქვე შემოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. ხედავთ ამ შემთხვევაში 7.5%-ით და 6.3%-ით ხედავთ ინფორმაცია და კომუნიკაციები, განთავსების საშუალებები და უზრუნველყოფის და საკუთრის მიწოდების საქმეა 5.5%-ია, სხვა დანარჩენი დარგები 22.5%-ია. ჯამში ანუ ხედავთ ჩვენ თუ როგორ არის სტრუქტურა გადანაწილებული ამ შემთხვევაში დასაქმების ჭრილში და აქ ერთ ტენდენციას უნდა მივაქციოთ. ყურადღება შესაძლოა სექტორი ქმნიდეს კიდევ უფრო მეტ პროდუქციას, თუმცა შედარებით ნაკლები ადამიანი იყოს მასში დასაქმებული, რა თქმა უნდა, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ანუ იმას, თუ როგორ არის თანამედროვე ტექნოლოგიები გამოყენებული ბიზნესში, ბუნებრივია სამუშაო ძალის ჩანაცვლების ჭრილში. სწორედ ბიზნეს სექტორი და ბიზნეს სექტორთან დაკავშირებული ტენდენციები, რა თქმა უნდა, არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არ უნდა გამოგვჩეს, არის სწორედ ის, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნეს სექტორის ბრუნვაზე და პროდუქციის გამოშვების ნაწილზე, აქ ხაზგასასმელია, რომ სულ უფრო და უფრო მეტ წილს იკავებს მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანაში, როგორც პროდუქციის გამოშვების, ისე ბრუნვის ნაწილში. განსაკუთრებულად აღნიშნოს, რომ პროდუქციის გამოშვების ნაწილში, მაგრამ რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ბევრი საკითხი, რომელზეც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, მათ შორის არის თუნდაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და რა თქმა უნდა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია, ან მათ საქმიანობის პოპულარიზაცია, ხო, შეიძლება ეს იყოს მომსახურების სფერო თუ პროდუქციის წარმოება, ან მათ საქმიანობის პოპულარიზაცია ჯამში და რა თქმა უნდა, ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მარკეტინგულ კამპანიას, იმას თუ როგორ მიაწვდომენ
აუწყვდიან ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ მოსახლეობას. სწორედ ამ საკითხებზე, ამ მიმართულებით პლენობაში არამხოლოდ საშუალო ბიზნესი, არამედ ჯამში ბიზნეს სექტორის მხრიდან განხორციელებულ აქტივობებზე, მარკეტინგულ საქმიანობებს თუ მართვის საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს, ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან, ბატონი დავით ბირმანი, მარკეტერი, კონსულტანტი, ბიზნეს ინსაიდერის დღევანდელი სტუმარი. დავით ბირმანი, მარკეტერი, კონსულტანტი, მოგესალმებით, ბატონო დავით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერს მომზადებისათვის, დაბრძანდით. პირიქით მადლობა. მოგლეთ ჩვენს მიმოხილვას, როდესაც ვაკეთებდით, ბუნებრივად საუბრობდით ბიზნეს საკითხზე, სხვა თემა ხედავდით უბრალოდ დიაგრამის ბოლო მაჩვენებელს გააქტიურებულ ბიზნეს, ანუ პროდუქციის გამოშვება, ბრუნვის მოცულობა, რაც სტატისტიკის სამსახურმა ამ კუთხით მოგვაწოდა და გქონდა დღეს ანალიტიკაში. თუმცა ასევე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მთლიანობაში მარკეტინგის როლი საუბარი და ის თუ კომპანიები როგორ გამოდიან ასპარეზზე თქვა საზოგადოების წინ, შეიძლება ასე ითქვას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არ ვიცი შეიძლება პირდაპირ ისეთი რადიკალურად ვიწყებს საუბარს, მაგრამ სხვაგვარადაც არ შემიძლია ამ ნაწილში, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რთულია სხვა რამეზე ისაუბრო და თითქოს არ არსებობს ის სიახსენო ხელოვნური ინტელექტი. არა და პირდაპირ ამ ნაწილშია. როგორ შეცვალა მარკეტერის როლი ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი დაკვირვებით, დავით ბირმანის დაკვირვება? პირველ რიგში ის რომ ვამბობთ რომ უკვე AI-ის ეპოქა არის, ესეც მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ იყო ხსენებაც. რამდენიმე მხრივ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი, ერთი რომ კომპანიისთვის შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს. მეორე მხრივ მარკეტერისთვის ახალი ვალდებულებები გაჩნდა, ასე ვთქვათ. თუ ადრე კომპანია უნდა ყოფილიყო პოვნადი ინტერნეტში ადამიანებისთვის, ეხლა კიდე ერთი შრედა ემატა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა რას ფიქრობს ჩვენზე AI, ანუ რა იცის ჩვენზე. შესაბამისად მარკეტერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გახდა სწორად აღწერილი იყოს AI-ისთვის. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი მომხმარებელი თანამედროვე გადაწყვეტილებას უკვე აღარ ღებულობს, ასე ვთქვათ, დაგუგლით, არამედ ღებულობს ამა თუ იმ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოსთან კონსულტაციით. ეს ყველაზე დაბალ შეზე ვართ. გარდა ამისა, ცხადია მარკეტერებისთვის ბევრი ახალი ხელსაწყო გაჩნდა ყველა ასპექტზე მათი საქმიანობის, რაც როგორც ამარტივებს მათ საქმეს, ასევე ამდიდრებს. ანუ ბევრად უფრო ხარისხიანი შეიძლება იყოს მათი კომუნიკაცია, ეს ძალიან ზედაპირული კონცეფტია დავჭით. სხვა შორის ხა საინტერესოდ ხსნით ხელოვნური ინტელექტის. აი ამ ნაცვლად ჩემი აზრით ძალიან გასაგებად. თუმცა ხელოვნური ინტელექტის ჩათვლითაც და ისედაც ზოგადად მარკეტინგის ნაწილს რომ შევეხოთ როგორც კომპანიების საქმიანობის და ამ ჭრილში შევხედოთ შეცდომებს. ვინაიდან ბევრ შემთხვევაში კომპანიები ვერ ვიტყვით რომ არ ხარჯავენ ფინანსურ რესურსს მარკეტინგზე. ბევრი გვინახავს თქვენ კიდე ჩემზე ბევრად მეტი, თუმცა ვერ ვიტყვით რომ წარმატებულად და შემდგომ თვითონ ცვამენ ხოლმე კითხვას რატომ. მაგრამ შეცდომების ძიება ნაკლებია ხოლმე. თქვენი შეფასებით? თავარი ალბათ რასაც ვიტყოდი არის რომ მარკეტინგს ძალიან ხშირად უყურებენ როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას. აქედან არის მერე დაშენებული მრავალი შრე პრობლემების, რომელიც ამას ახლავს თან. გადასახადივით უყურებენ, ხო, რაღაცა ფორმით, ვალდებულებით. რეკლამა ხო არ გაგვეკეთებინა რა, ანუ მაგდონეზე უყურებენ. მათ შორის ძალიან მსხვილი მხარჯველებიც კი, ანუ კომპანიები, რომლებსაც მარკეტინგური ბიუჯეტი შეიძლება რამდენიმე მილიონიანი ქონდეთ, მაინც უყურებენ მარკეტინგს როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს მერე ის, რომ შეიძლება მრავალმილიონიან მხარჯველ კომპანიას გამოუცდელი მარკეტერების გუნდი ყავდეს, ანუ მაგაში არ აკეთებდეს ცალკე ინვესტიციას, ანუ ძლიერ გუნდს არ კრავდეს, ან სხვა მხარეს მიდიოდეს. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი შეცდომების არის თავმოყრილი იმის გარშემო, რასაც ქვია საკუთარი თვალით დანახული პერსპექტივა და არა მომხმარებლის თვალით დანახული პერსპექტივა. თვითონ 10 კაცი შეიკრიბება, ასე ვთქვათ, კომპანიაში და როგორც ისინი ხედავენ პროდუქტს, კომუნიკაციას, როგორც ესმით ყველაფერი, ისე გადიან ბაზარზე. საერთოდ არ უსმენენ მომხმარებელს არც. არ ვიტყოდი რომ არ აინტერესებთ, აინტერესებთ, მაგრამ უმეტესად ინტერესდებიან, როცა პირველი გაყიდვები ვარდება ხო. მერე უმეტესად. ამიტომ შეცდომებზე ძალიან
დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა ძირითადად ამას გამოვყოფთი, რომ პირველი რომ მარკეტინგი არის ინვესტიცია და მას ასევე უნდა შევხედოთ და მომხმარებელი, რომელსაც ვაყენებთ პირველ ადგილზე, ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო ან about us-ში რო წერია ხოლმე, რომ we are client oriented company, ხო? ანუ ეს უნდა იყოს იდეოლოგია. რეალურად დანახული. ხო, შესაბამისად, ხა საკონსულტაციო პერსპექტივითაც რო შევხედოთ ამ საკითხს, როდესაც გუნდში ყავს გამოუცდელი ან ახალბედა ხალხი, შევსება უნდა მოხდეს გვერდიდან, ანუ კონსალტინგით, სხვა ტიპის გამოცდილების შესყიდვით და ამ ორის დაბალანსებით. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო პირველივე ნაწილი შეცდომების ნაწილში, აი რეკლამის დანახვა, ამ შემთხვევაში მარკეტინგის დანახვა, ანუ როგორც რაღაც ვალდებულობა, ან რეკლამა ხომ არ გაგვეკეთებინა, რაც აღნიშნეთ, ვიდრე ინვესტიცია. მე ვფიქრობ, ინვესტიციად შეხედვა ამ კუთხით და რასაც თქვენ აღნიშნეთ, ანუ აუცილებელია რომ გუნდი ყავდეს მაინც და მაინც, თუ აი შემავსებელი ფაქტორი შეიძლება იყოს, ანუ ახალბედებიც და ეხა AI ვახსენეთ და ბევრი ისეთი ახალი ინსტრუმენტია, როდესაც შეიძლება ერთი მსახიობის თეატრმა ადამიანი ორკესტრი ფორმატებმა გაკაჩოს კიდეც რაღაც მომენტში, მაგრამ უმეტესად მაგ დროს მნიშვნელოვანია დახარჯული თანხის და რაზე დახარჯული თანხაც არის იმის თანაფარდობა ხარჯებში, ხო? ანუ შეიძლება 100,000-ის ბიუჯეტი იყოს განთავსებაზე და იმის წარმოებაზე იყოს დახარჯული $1,000. ნუ $3,000. ხო? შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ თუ გინდა ნუ იქნება გუნდი, მაგრამ გუნდი უნდა იყოს ხარჯების თანაზომადი. არ შეიძლება შენ რამდენიმე ასეული 1000-ის ხარჯს წევდე ისე რომ აქითხარ ეს არავინ არ ყავდეს, ხო? ანუ ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს. და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინდა-მაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია. და კომპანიები ხშირად, მე მქონია ისეთ შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანა. სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად რა, ეხლა მაინდა-მაინც მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გუნდი იყოს სწორი და კიდე რაც ასევე მანდვეს ახსენებელია, აი რომ სწორად ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში, ანუ არ იყოს ჩაკარგული, არ ქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან, ასე შემდეგ. ანუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ერთმანეთთან. ხო, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან თუ გვინდა სწორად მივიტანოთ, ასე ვთქვათ, უკავშირებით მათ შორის, არ მხოლოდ ხელმძღვანელს. სხვაჩურს ახსენეთ რამდენჯერმე მომხმარებელი და ხა უფრო კომპანიის გადმოსახედიდან ვსაუბრობთ. რომ დავაკვირდეთ და აი თქვენი დაკვირვებით, თქვენ შეხვდით მომხმარებლის ქცევა, ნუ ავიღოთ 3 წელიწადი, 5 წელიწადი. მომხმარებლის ქცევის ცვლილება და ამასობაში ამ ქცევებზე ერგებიან თუ ახერხებენ თუ არა კომპანიები, რომ როგორც მომხმარებლის ქცევა იცვლება, იმდენად ადაპტირდნენ. ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მე რა. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორ იქცევა მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით, ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე ძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებას, ასევე სერვისის მომწოდებლებსაც ზუსტად იგივენაირად არის. ან ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად, ბრენდებისადმი მიჯაჭულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია, ნუ რასაც ბრენდი ქვია, ზოგადად ის ამას მოიცავს მის თავში, მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, აი რასაც ქვია, რომ მასიურად მასზე მორგებულ ასე ვთქვათ, წინადადებებს ელის, ამიტომ ყოველ ჯერზე ბრენდებისთვის უფრო და უფრო რთულია, რომ აი გრძელვადიანი ლოიალობა უზრუნველყონ. კი ბატონო, რთულია ეს ნაწილი და მეორე მხრივ ხა როცა ჩვენ ვსაუბრობთ კამპანიის ნაწილზე, მათ შორის ხარჯების თემაზე ვისაუბრეთ ამ კუთხით და ერთ ტენდენცია, როგორ უნდა შეაფასოს კომპანიამ ეფექტიანობა, ანუ აი გაზომვის მეთოდები რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მოკლებადიანმა შემოსავლმა შეიძლება მოატყუოს კიდეს კომპანია.
უმეტესად კომპანიები ძალიან მარტივად ზომავენ მარკეტინგის პერფორმანსს გაყიდვების პერფორმანსით. ხო. ანუ ძალიან მარტივია, ანუ მაგ გაყიდვები, კაი მარკეტინგი, არ მაგ გაყიდვები, ესე იგი მარკეტინგმა უნდა ჩააჭიროს და ეს არის მუდმივი კონფლიქტი ამ ორ ბანაკს შორის, რომ რა არ ვარგოდა, ანუ ლიდები მოვიყვანე და გაყიდვებმა კონვერტაცია ვერ გააკეთა თუ ლიდები არ მოვიდა, ხო? ანუ ეს მუდმივი ჭიდილია. ამ ხრივ ახალი მეტრიკები სიმართლე გითხრათ დიდად არ გაჩენილა, მაგრამ სწორი საზომი? კი, ისევ და ისევ ძალიან სტანდარტული ესეთ მარკეტინგულ თეორიაში რა მეტრიკებიც არის, უბრალოდ რაც ბოლო წლებში შეიცვალა და რაც უფრო მეტად დიჯიტალიზაცია ხდება სოფლიოში, მით უფრო მეტად იცვლება არის, რომ რაც უფრო მეტი მარკეტინგი მოდის ონლაინ და ზოგადად დიჯიტალში, მით უფრო დათვლადია მისი ყოველი ნაბიჯი. ხო, აი აქვე ეს ტრადიციულად ციფრული არხები რო ვთქვათ. კი, იმიტომ რომ ტრადიციული მარკეტინგის დროს რისი დათვლაც გვიჭირდა, ციფრულში ის ბევრად რო გვიადვილება და არა მარტო წელს ან შარშან 10-15 წელია უკვე გვიადვილდება. უბრალოდ ციფრული მარკეტინგის დოზამ რადგან მოიმატა მთელი მარკეტინგის სურათში, ასე ვთქვათ. ამიტომ დათვლადი ნაწილი ამ საქმიანობის ბევრად უფრო გაიზარდა. შესაბამისად, მაგ ნაწილში ბევრად უფრო კომფორტულია. ზოგადად მე მგონია, რომ მარკეტერი თუ 15 წლის წინ ნიშნავდა სარეკლამო სააგენტოსთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანს, დღეს ის არის 80% მათემატიკოსი და 20% არის მასში, ასე ვთქვათ, ის ძველი უნარები რაც იყო. ბევრად უფრო რიცხვებზე ორიენტირებული არის დღეს მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციის ხარეც კი რომელიც ადრე არ მოითხოვდა ამ ხელა მათემატიკურ უნარებს ესე ვთქვათ რა. კი ბატონო, მათემატიკურ უნარების თემაზე ხა პირველ რიგში მინდა ვუშვო დათვლადობასთან დაკავშირებული საკითხია ხა ჩვენი სტილის კომპანიის ბიზნეს ინსაიდერი რომელიც ამ შემთხვევაში ვთქვათ სოციალური მედია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად გვიადვილდება კლიენტებთან და მოხმარებელთან ურთიერთობა დათვლადობასთან დაკავშირებით და გაზომვადი აი აბსოლუტურად სწორად აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ რომ დიდი კომპანიები მათ შორის რომელსაც ბევრი ფული აქვთ და ამდენ სწორად ხარჯავენ ან არ ხარჯავენ მაგრამ მცირეად საშუალო ბიზნესები რომელიც ეს არის თქოთ იწყებენ საქმიანობას და შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ ან რაღაც მომენტში თვლიან რომ აბა ეხა რეკლამაზე როგორ დავხარჯებ აი რა შეიძლება იყოს მათთვის რჩევა და სტრატეგია პირველ ჯერზე რომ შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში იმოქმედონ თავარი დაშვება რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ მსჯელობაში არის რომ საპარიკმახერო და ქარხანა აბსოლუტურად თანაბარ პირობებშია ციფრულ სივრცეში. ანუ არანაირი განსხვავება არ არის ვინ შემოდის ამ ურთიერთობაში, ხო? თავარია ის რასაც ისინი შექმნიან ის საკომუნიკაციო პროდუქტი ამ შემთხვევაში თუ კომუნიკაციაზე ვლაპარაკობთ. ის იყოს საინტერესო, ხო? ანუ თუ რამეთი გამოირჩევა და არასტანდარტულია, ის ხალხისთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ აი ამ ორწამიან მონაკვეთში როცა შემდეგი თითი უნდა აკრა ყველას აქვს შანსი. და ეს შანსი არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ მილიონიანი ან რამდენიმე ათასლარიანი კომპანია, ხო? შესაბამისად, ერთი რომ მცირე საშუალო ბიზნესს რაც უნდა ურჩიოთ, არის რომ იყვნენ გამბედავები, ანუ ონლაინ და არანაირად საკუთარმა ზომამ არ უნდა შეაწუხოს არც დადებითი და არც უარყოფითი მხრივ. მეორე რაც არის რომ ძალიან ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტი შექმნილია ზუსტად მცირე გამოცდილების მქონე ოპერატორისთვის. ანუ ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ ყავს ცალკე ადამიანი, ხო, იმისთვის რომ შედეგს მიაღწევინოს, ან რაღაც დიდი გუნდი არ ემსახურება, არის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი თვითონ პლატფორმებზე, რომელიც გეხმარება, რომ მინიმალური ხარჯითაც გარკვეული აქტივობა უკვე წამოიწყო. და მერე არის უკვე ძალიან მარტივი რაღაცა, ღილაკია, დააჭერა, ან მოხდება, ან არ მოხდება, არაფერი არ ფეთქდება, ხო? ამიტომ თავარი რომ დააჭიროთ, სადო და მერე თავარი იყოს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეცდომებს რომ დაუბრუნდეთ. ბევრი ბიზნესი დღემდე არის მოწყობილი ისე, რომ შეცდომის უფლებას არ აძლევს მის თანამშრომელს. ანუ თითქოს იქ თუ რამე კამპანიამ ან რაიმე ნაბიჯმა ის პერფორმანსი არ მოიტანა, რაც ჩაფიქრებული იყო. ამაზე არის ძალიან დიდი სტრესი. თავარი რაც მცირე ბიზნესიდან დაწყებული უდიდეს ბიზნესამდე უნდა გაითვალისწინონ, არის რომ შეცდომის უფლება ყველას აქვს, ეს ერთი მთავარია ამ შეცდომებზე რამდენად ვსწავლობთ. და მთავარია რომ ყველა კამპანია რომელიც თუნდაც არ იყო წარმატებული ამ კამპანიიდან ვისწავლოთ რამ გაამართლა, რამ არ გაამართლა და შემდეგ ჯერზე უბრალოდ რამაც გაამართლა, იმას ჩავაჭიროთ რა. აი არის ძალიან მარტივად. კი ბატონო. ასე ძალიან მარტივად, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მენეჯერს, ხო? ამ შემთხვევაში
მასზე ვინც არის მცირე საშუალო ბიზნესია თუ დიდი ქარხნის ფლობელია. ეხლა რომ შევხედოთ ვითარებას ამ სიტუაციაში, ამ ვითარებაში, ამ რეალობაში აზრით ჩვენ ვსაუბრობთ. მენეჯერის როლი როგორია ახლა და აი უახლოეს პერსპექტივა შეიძლება ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ რაღაცა ძალიან შორტ პერსპექტივაზე, მაგრამ ეს ახლა ისეთი კითხვა ერთი 10 ადამიანი მეგულება საქართველოში, რომელიც ერთი 1000 საათს კომენტარს მისცემდა და კიდევ ვერ გავაჩერებდით, მაგრამ მოკლედ და კომპაქტურად ვთქვათ, ჩემი ღრმა რწმენით მენეჯერი არის ის ადამიანი, რომელმაც პირველ რიგში უნდა იცოდეს საკუთარი თავი როგორ გაწიოს ამ პროცესიდან, ანუ ყველაფერი მის თავზე არ აიღოს. მეორე რომ ენდოს იმ ხალხს, ვისაც ხელფასუხთის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება რომ თან ხელფასუხთის და თან თვითონ აკეთებს საქმეს, ხო? და კონკრეტულად მარკეტინგთან ურთიერთობას რაც შეეხება, მე მგონია რომ მენეჯერისთვის მთავარი არის რომ გარდა იმისა რომ გაიწევა, არის ის რომ მოახდინოს ორკესტრაცია რამდენიმე ქვედანაყოფის ისე რომ არც მარკეტინგი არ დაიჩაგროს და არც ძალიან ზევიდან არ აღმოჩნდეს, ხო? ანუ ამ მექანიზმში ამ საათში ასე ვთქვათ რა, ყველა ჭანჭიქს კონდეს მისი ადგილი და ეს არის მე მგონი საბაზისო მენეჯმენტის განმარტება, მაგრამ გარდა ამისა, ესე რომ შევაჯამოთ, არის რომ რიცხვებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება არის ის, რაც უნდა გამოარჩევდეს მენეჯერს და ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მარკეტინგის შეფასება ხდება ემოციურად, იმიტომ რომ განსხვავებით ახლა რისკ მენეჯმენტისგან ან რავი, ბუღალტერიისგან, მარკეტინგში დიდია შემოქმედებითი კომპონენტი. და ამიტომ მისი შეფასებაც ხდება ხოლმე შემოქმედებითად. მენეჯერის ვალი ზუსტად ეგ არის, რომ მარკეტინგთან ურთიერთობაში ზუსტად ისევე მოიქცეს, როგორც მოიქცეოდა სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთობაში, ანუ იქაც რიცხვებზე დაფუძნებული შეფასებებით გამოირჩეოდეს და შესაბამისად მართვასაც ამაზე ამღარებდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით. კიდევ იმ ნაწილში გეთანხმებით, რომ აყვავთ თანამშრომლები უხდიან ხელფასს და მაინც თვითონ აკეთებენ, მაინც არენდობიან ამ თანამშრომლებს, თან ნუ საუკეთესო დახასიათებით აყვავენ თანამშრომლებზეც არის ლაპარაკი. და ამასობაში მენეჯერებისთვის რჩევა, ხო? ანუ რა ტენდენციები შეიძლება იყოს ძირითადი განსაზღვრელი მარკეტინგის მომავლისთვის უახლოეს პერიოდში, აი რაზე შეიძლება ყურადღება მეტად გამახვილდეს. პირველ რიგში ის რომ ნახე შეიძლება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ ადამიანებს კონდეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, სტერეოტიპული შეხედულებები იმაზე თუ რა უნდა აკეთოს მარკეტინგმა. ამასობაში, როგორც მანამდე აღვნიშნე, ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტია შემოსული, რომელიც აღარ საჭიროებს იმ ძველ მიდგომებს, ხო, რაღაც არის ხოლმე კომპანიები, რომლებიც დღემდე ბოდიში სარეკლამო ინდუსტრიასთან, მაგრამ მარკეტინგის წარმატებულ მუშაობად განიხილავს რამდენი კლიპი გადაიღო ან რამდენი outdoor კამპანია გააკეთეს წელიწადში. მაშინ, როდესაც მომხმარებლამდე მისვლა შეიძლება მარკეტინგის დეპარტამენტმა მოახერხოს მხოლოდ ციფრული არხებითაც გააჩნია ბიზნესს, ხო? ამიტომ თავარი საითაც მარკეტინგიც იცვლება და მარკეტინგისადმი მიდგომებიც უნდა შეიცვალოს, არის რომ არ არის რაღაც შაბლონებში დარჩენა აუცილებელი და მაინდა-მაინც რაღაც ფილმების გადაღება, ხო, იმის რა ქვია. ეხლა Nike-ს რაც დაემართა, ხო, ანუ ძველი Nike-ის ფილმები, ვისაც ფილმს ვეძახი, ხა ეგ კლიპი არ არის, ხო? 6 წუთიანი. ძველი ვისაც მოწონდა იმათთვის გადაიღეს, მაგრამ იმათთვის გადაღების დროს გაითვალისწინეს, რომ ისინი არ უყურებენ იმას, ხო? ანუ სხვა ხალხმა უნდა უყუროს. ამიტომ იმათ რაც მოეწონებოდათ, ისიც იმაში ჩადეს და გამოვიდა, ესე იგი, მაწონში ჩაყრილი, ისა რა ქვია, Coca-Cola. ჯამში ერთად რაღაც ძალიან რთული და გაუგებარი რაღაც გამოვიდა. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტენდენციები გავითვალისწინოთ, არ დავჩეთ წარსულში და გავითვალისწინოთ ის, რომ სადაც მომხმარებელია, იქ უნდა ვიყოთ და არა სადაც ჩვენი სტერეოტიპებია, ხო? ანუ ეს კი ბატონო, აბსოლუტურად და ზუსტად ამასთან დაკავშირებით ბოლო კითხვა მაქვს, თუმცა კი ძალიან მინდა თქვენთან საუბრის გაგრძელება, მაგრამ სხვა დროს სხვა გადაცემებში შეგვიძლია, ასე ვთქვათ, მეტი დრო დაუთმოთ ამ ნაწილს. ტექნოლოგია, ადამიანები, ბრენდი თუ რამე სხვა ფაქტორი, როდესაც დღეს ჩვენ საუბრობთ ბიზნესის წარმატებაზე. რა განსაზღვრავს ყველაზე უფრო მეტად? ბრენდი თვითონ სიტყვა მოიცავს ერთი მხრივ იმას, რასაც გეტყვით, მაგრამ ნუ უმნიშვნელოვანესი არის, რომ ბიზნესს ყოველთვის კონდეს უწყვეტი გასაგები და აწყობილი კავშირი მომხმარებელთან და მის საჭიროებებთან. ანუ რაც უფრო კარგად აქვს ბიზნესს აწყობილი მომხმარებელთან ურთიერთობა და მის საჭიროებების გაგება, ისე როგორც პრობლემების მოსმენა და ისე როგორც ამ პრობლემების გადაწყვეტა,
სწორედ ამაზე დამოკიდებული თვითონ მისი წარმატება, იმიტომ რომ ეს ქმნის ბრენდსაც, ეს ქმნის ოპერაციულ შედეგებსაც, ეს ქმნის ბოლოს, ასე ვთქვათ, ფინანსურ წარმატებასაც რა. ამის გარეშე ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით შეუძლებელია. შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ აი ამ თქვენ ძალიან სუბიექტურ აზრს. დავით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ Business Insider-ში სტუმრობისთვის და ასევე მინდა საჯარო თქვა რომ არა ერთხელ ბატონო დავითისთვის მიკითხავს რჩევა მარკეტინგულ სხვა საკითხებზე Business Insider-თან დაკავშირებული. მადლობა დავით კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებით თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გებშვდებით.